ჩამოვედით ფლამში, აქ ასეთი საშინელია მინდია, ძალიან ძლიერი ქარია. Abi გონია რაღაც ექსპედიცია შემიძლია აუცილებლად. ყველა კურტკა ხალხი. და ყველაზე ცუდია რომ მთელი დღე ეგეთი ამინდი იქნება. ჩვენ გვეგონა რომ ძირითადი ატრაქციონის მატარებლის ბილეთებს ადგილზე შევიძენდით, რადგან ნანახი გვქონდა არაერთი ინფორმაცია ამის შესახებ. თუმცა ხალხის რაოდენობის გამო ადგილზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ დაგეგმავთ წასვლას ტურისტული მატარებლის ბილეთი, აუცილებლად წინასწარ იყიდეთ. უკარგესი სანახაობაა და ულამაზესი ხედები იშლება. რადგან ფლემის რკინიგზა მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მატარებლის გზად, რომლის სიგრძე 20 კილომეტრია და მთებიდან ზღვისკენ საოცარ ხეობებს, ჩანჩქერებს და ხიდებს გაივლით. Port Sanakariesti საინტერესო მუზეუმი, სადაც დეტალურად დანახულია, როგორ შენდებოდა ეს რკინიგზა 20 წლის განმავლობაში. ეს რკინიგზა უნიკალურია იმით, რომ გადის 20 ტუნელს, რომელიც უმეტესობა ამოთხრილი ხელით. ფლემის მუზეუმი მდებარეობს პირდაპირ ფლემის სადგურთან, სადაც შესვლა სრულიად უფასოა. მუზეუმში ნახავთ ფლემის რკინიგზის ისტორიას, უნიკალურ შედევრებს, ძველი მატარებლის ვაგონებს, ფოტოებსა და მაკეტებს, რის მეშვეობითაც მიხვდებით თუ როგორ შეძლეს ნორვეგიელებმა ასეთ რთულ მთებში რკინიგზის გაყვანა. ეს პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო მუზეუმი საუკეთესო ადგილია, რომ უფრო მეტად გაიცნოთ ფლემი. აქ მუზეუმში ასეთი ნამდვილი მატარებლის ვაგონია. აქ ექსკურსიები იმართება სწრაფი ნავებით. იმდენად სიცივია და იმდენად ნავის სწრაფად მიდის, რა ასეთ განსაცმელს აძლევენ, რომ არ გაიყინათ. აქ მაინც დამჭდა სხვაგან ადგილები შემოგვიყვეს. მოკლედ აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ, იმიტომ რომ ვერც მატარებელი, ვერც ავტობუსი ვერანაირად ვერ დავჯავშნეთ ადგილიდან, თუმცა ნანახი ვქონდა ვიდეოში, რომ მაგითაც შესაძლებელი ყოფილიყო აღარ გავირთულოთ მეგობრთა საქმე და ამის გამო გამოვიდა, რომ ვერც მატარებით და ვერც ავტობუსით ვერ წავედით. ამიტომ ავერჩიეთ ეს გზა. არის 45 წუთიანი მოგზაურობა ნონ-სტოპით. თუმცა ხედებს ნახავთ, დიდი იმედი მაქვს, ამიტომ ჩდები უკან. 45 წუთის გზა ავაზევით, გვანახებს რამოდენიმე ხედს და შემდეგ მივაწვევ სოფელში, სადაც არის ეკლესია და შემდეგ დაბრუნდება უკან. მოკლედ იმედია, ახლა მაინც აღარ იწვევს, რომ რაღაც მაინც ვნახოთ. და გავიყინე, უბრალოდ არ მეტყობა. შუა სექტემბერია, მაგრამ საკმაოდ ცივა, ალბათ 10 გრადუსი არც კი იქნება. მანაირად ცივა. და ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ თემით არ გავსულიყავთ, თუმცა ესეც დაგეგმილი მქონდა სპეციალური გასაწმევენ. და გავყავთ ჩანჩქერის სანახავად, თუმცა ჩვენ ვერ გავრისკეთ, ძალიან ცვალებადი ამინდია, ხან უცებ-იმზე გამოდის, ხან წვიმს და ფიზიკურად აქვე ვიყინებით და იქ არ ვიცი, ალბათ მოვიდები. მაგრამ უკან გამომიყვანენ, იმიტომ რომ 2 საათიანი ტური. ასე რომ იმოგზაურეთ ნორვეგიაში, ივლისი-აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისში უკვე ძალიან ცივა. დაიწყო ჩვენი ექსკურსია სტიპალარა მატარებლით, სადაც მოვინახულებთ ფლამის სოფელს. ფლემი ნორვეგიის პატარა, მაგრამ საოცრად პოპულარული სოფელია, რომელიც აერლანდს ფიორდის ბოლო მხარეს მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სულ რამდენიმე ასეულია,
ფლემი წელიწადში ასობით 1000 ტურისტს იზიდავს. სწორედ კრუიზული გემებია მიზეზი, რის გამოც ამდენი ხალხი იყრის თავს ამ პატარა, გასაოცარ ადგილას. მთავარი მიზეზი აქაურობის უნიკალური ბუნებაა. ფიორდების, მთების, ჩანჩქერებისა და სიმწვანის შერწყმა, რომელიც ისეთ სურათს ქმნის, თითქოს ზღაპარში მოხვდი. ასეთი ულამაზესი ხედებია გაშენა. უეძებ ულამაზეს პეიზაჟებს, უცნაურ და საინტერესო გამოცდილებას და ზაფხულშიც კი თბილად ჩასმაგინდა. ახალი ამბავი გვაქვს, ფლემი ზუსტად შენი ადგილია. ასევე აქვე ძალიან ცნობილი ზიპლაინია, რომელიც სკანდინავიაში ყველაზე გრძელ გზად ითვლება. აქ სიარული იმდენად სასიამოვნოა, რომ კილომეტრებს ისე გადიხარ, ვერც კი ამჩნევ. მით უმეტეს, თუ წვიმა არ წამოგეწევა, სიცივესაც კი ვერ იგრძნობ. გზა ისე სწრაფად გარბის, თითქოს ბუნება თვითონ გაძალებს სიარულს. ყოველ მოსახვევში ახალი ხედი იშლება და ბოლოს შენ თვითონ გიკვირს, როგორ გაიარე ასეთი მანძილი, ისე რომ დაღლილობაც არ გიგრძნია. Magari. ძალიან სწრაფად გავიდა 45 წუთი. მიწამეშითი ულამაზესი ხედებია. Yes, we have returned to the center where our journey concludes. It was my pleasure to show you our village and provide insight into our way of life. Thank you for being my guests, and perhaps we'll have the opportunity to meet again here in the future. Have a wonderful day. ფლემი პატარაა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ჩვენი ნორვეგიის მოგზაურობის საუკეთესო ადგილად ითვლება. დადიხარ, უყურებ გამწვანებულ ადგილებს და ადრენალინი გეზრდება და გინდა სულ უყურო და უყურო ამ სილამაზეებს. აი ესეც ფლამის სუვენირების მაღაზია. გეგონება პატარა ნორვეგიული ზღაპრის სამყაროში მოხვდი. აქ დაგხვდება ყველაფერი, ტროლები, რომლებიც სახეზე ისე გიყურებენ, თითქოს გეუბნებიან წამიყვანე რა სახლში. ვიკინგური სვიტრები, ისეთი თბილია, შეგიძლია საქართველოში ზამთრის გათბობასაც თავი დაანებო. ხისგან გაკეთებული ჭიქები და ხელნაკეთი ნივთები, თითქოს პირდაპირ ფიორდებიდან ამოვიდნენ. მოკლედ, აქედან ხელსარიელი ვერ გახვალ, თუ არა და ტროლები აუცილებლად გამოყვებიან. სამსახაროდ ვტოვებთ ნორვეგიას, აქ ვიყავით 3 დღე, თითო ადგილი იყო განსაკუთრებით ლამაზი, არც ერთი არ გავდა ერთმანეთს. სამსახაროდ ამ ინდებში არ გაგვიმართლა, მაგრამ რისი ნახვაც გვინდა და შევძელით და ვნახეთ, ასე რა ბედნიერები ბრუნდებით ისევ კიელში.
მივდივარ პარაგიდან და დაიწყო ისე ასეთი წვიმა. ისეთი ულამაზესი ხედები იყო გადასახებაც, მაგრამ წვიმა დაიწყო და ვეღარ ვიხებდი. მივდივარ სახამას თეატრში. საიდუმლო კარებს ვაღოთ თუ მივედი კარებამდე. ეს რაღაც ძალიან აჩქარა. ესე იგი ექსკლუზიური კარი მხოლოდ ჩვენი კაბინისთვის. ხალხი 2 საათი გადის. ესეც ჩვენი კარები. არა და ხალხი ნახეთ. რამხელა დერეფანს გადის. ათასობით ბინანი ჩვენი კარები. დამსახურებელს.